ამ ვიდეოს ჩაწერა მინდოდა გაიხანია, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვახერხე, რო ვერ გამოვნახე. მაგრამ ბევრგან და უკვე ბევრისგან ისმის განცხადებები ის თაობაზე, რომ საქართველოში გაზრდილია ირანის რეჟიმის გავლენები. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ერთი რომ ბევრს საერთო არ ესმის აზია საუბარი, ნაწილს დაახლოებით ესმის აზია საუბარი, მაგრამ არ ესმის მასშტაბი და რაც ყველა საყურადღებოა, ნაწილს არ სჯერა, რომ რამე სერიოზული ხდება ამ ხრივ საქართველოში. რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონგრესში დაადასტურა, რომ საქართველოში ირანის გავლენის და არის პრობლემა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ესე დიდ ნაწილმა ისე აღიქვა, თითქოს ოცნების წარმომადგენლების რაღაც ირანის რეჟიმთან კონტაქტებია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრობლემა. და ამას აპრავებენ რაღაცნაირად იმით, რომ ირანი არის დიდი სახელმწიფო, რაღაც ისტორიული მეზობელი, ამიტომ რაღაც კონტაქტების შენარჩუნება აუცილებელია და ეს შემდეგ. სანამ კონტაქტები არ არის პრობლემის არსი, მაგრამ უცებ რომ გავიხსენოთ მაინც რაზე არის საუბარი, საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრის მოადგილე იყო ირანის საელჩოს მიღებაზე, ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავზე, სადაც აქოდა ადიდა არსებული ირანის რეჟიმი, რომელიც ათობით ათას ადამიანს ჟლეტს განსხვავებული აზრის გამო. თბილისის მერიამ სატელევიზიო ანძა გაანათა ირანის დროშის ფერებში, თუ გახსოვთ, აგერ ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ. ყობახიძე იყო ორჯერ ჩასული ირანში, ერთხელ პრეზიდენტის მასე გარდაცვალების ამბავზე, მეორედ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. მათ შორის იქ იყო იჯდა ჰამასის ყოფილ ლიდერთან, იშმაილ ხანიასთან ერთად მის გვერდით. აგერ არის ფოტო, ზეც შეგიძლიათ ნახოთ. მათ შორის იგივე დარბაზში, სხვათა შორის ყვიოდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. აი ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ რა ხდებოდა იმ დარბაზში, სადაც წარმომადგენლები, მათ შორის ბიძინას პირადი წარმომადგენელი ანზორ ჩუბინიძე, მისული იყვნენ ირანის საელჩოში, სადაც აღნიშნავდნენ სპარსეთში ქართველების გადასახლების წლის თავს. უცნაური ამბავია, მაგრამ ფაქტია. კიდევ შეიძლება რაღაცების გახსნა, მაგრამ ეს ვიდეო ოცნების იმაზე არ არის, ქცევაზე არ არის. უფრო სერიოზულ პრობლემაზეა. შეიძლება ცოტა გრძელი გამოვიდეს, მაგრამ რადგან წაკითხვა გეზარებათ რაღაცების, ამიტომ იმედია მომისმენთ. თან ბევრი ისეთ რამეს გაიგებთ, რასაც ალბათ ვერ წარმოიდგენდით და შეიძლება ცოტა დაუჯერებელიც კი მოგეჩვენოთ რაღაცები, თუმცა ყველაფერი რაც აქ ხდება, აი აგერ ხდება ჩვენი ყურის ძირში. და რასაც მოვყვები, ყველაფერი ეს არის ფაქტები. მხოლოდ ფაქტები. ანუ ნებისმიერ რაღაცა შეგიძლიათ დაგუგლოთ, შეგიძლიათ AI-ს კითხოთ და რა დაამოწმოთ. ავიწყოთ ირანის ელჩით. კონგრესში მოსმენის დროს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იგულისხმება ამ შემთხვევაში ქართული ოცნება უნდა შეცვალოს ქცევა. თუ მართლა სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება. სანამ ოცნება საპასუხო მესიჯს დაალაგებდა და რამეს იტყოდნენ, რამეს დაწერდნენ, რუბიოს ამ განცხადებას პირველმა უპასუხა საქართველოში ირანის ელჩმა. და მან თქვა, რომ მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავის შეხედულება სამყაროზე. აგერ არის ამ განცხადების სკრინი. თითქოს რატო ხო რაშუაშია ირანის ელჩი, რატო უნდა პასუხობდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ოდესაც ის აკეთებს განცხადებას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაზე. რაშუაშია. კონგრესში საუბარი იყო იმაზე, რომ ოცნება ზედმეტად ჩახუტებულია ირანის რეჟიმთან და რომ საქართველოში სერიოზულად გაზრდილია ირანის რეჟიმის გავლენები. ამიტომ დაასწრო ყველას ირანის ელჩმა რუბიოზე პასუხის გაცემა. თუმცა ირანის ელჩის განცხადება არ იყო პირველი და არ იყო ყველაზე ესეთი შემაშფოთებელი. დაახლოებით 2 თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დაურეკა ყობახიძეს, გახსოვთ ამაზე ოცნებას ამბავი ზეიმი ჰქონდა მოწყობილი, რომ აი რუბიომ დაურეკა ყობახიძეს, დავლაგდით და ყველაფერი მოჩა. ამჯერად დავიკიდოთ რაზე იყო მაშინ საუბარი, ეს არ არის მთავარი ამ ამბავში, რასაც მე ვყვები მთავარია რა გააკეთა მაშინ ირანის ელჩმა. მან დადო განცხადება, ჯერ ქართულად, შემდეგ ინგლისურად X-ზე, შემდეგ ქართული განცხადება წაიშალა და X-ზე მაინც დარჩა. სადაც ამ განცხადებაში მართლა დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ ძალიან გასაგებად დაემუქრა საქართველოს ერთი შიდა არეულობით და მეორე შეერაღებული თავდასხმით. აგერ არის ამ განცხადების სკრინიც. ელჩი რას ამბობს აქ, რომ ამბობს, რომ ამერიკას და ტრამპს ვინც აყვება ადრე თუ გვიან ამის ფას ქვეყნის შიგნითვე იწვნევსო და მეორე ისინი ვინც გუშინ დონალდ ტრამპს ხარი აუბეს, დღეს იძულებული არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. აქ იგულისხმება ყურის ქვეყნები, მაშინ როცა ეს განცხადება დადო, რომელსაც ირანი მაშინ ესმოდა ბალისტიკურ რაკეტებს. ანუ საქართველოსაც თუ აყვება ამერიკას, თქვენს გესვრით რა შინაარსი ეგ იყო. ირანის ელჩის ამ განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია ოცნებას. იმათ ვინც გითხო, რა ორფეხზე დგანან ღირსება
განათლებას იცავენ, იქით გერმანიას უტევენ, დანიას უტევენ და ჭკუას ასწავლიან, გაერთიანებულ სამეფოს და ევროკავშირს ებრძვიან. არა ერთ სიტყვას არ არჩენენ, არც ეს არავის. აი ირანის ელჩი ასეთი თავზე დასხმა ელჩის მხრიდან ისე შეიზილეს უპრობლემოდ, რომ ვითომაც არაფერი არ თქმულა. მაგრამ ახლა ამას შევეშვათ, აქ ყურადღების ღირსი არის ამ მუხარის ის ნაწილი, რომელიც ასე ჟღერდა. ფას ქვეყნის შიგნითვე იწვნევსო. ანუ შიგნით რა უნდა ვიწვნიოთ? ან როგორ უნდა ვიწვნიოთ? ანუ რა ბერკეტები აქვს ირანს ისეთი, რომ შიგნით რამე მოგვიწყოს. და ასე გადაგვახტევინოს ფასი ისეთი პოლიტიკური ნაბიჯისთვის, რომელიც მიუღებელი იქნება ირანში არსებული რეჟიმისთვის. ამ კითხვებზე პასუხი არის აი ამ ვიდეოში. და დავარქვათ ამ ნაწილს ირანის რეჟიმის გავლენის ინფრასტრუქტურა საქართველოში, ან ირანის ბერკეტები საქართველოში. ამ ინფრასტრუქტურის პირველი კომპონენტია ეგრეთ წოდებული ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნივერსიტეტი შექმნილია აიათოლა ალი ხამენეის მიერ 1979 წელს, ხოლო საქართველოში ფილიალი გაიხსნა პირველად 2007 წელს, თუმცა ფრთები გაშალა ცოტა მოგვიანებით. ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ უნივერსიტეტის უცხოური ფილიალები გამოიყენება თეოლოგიური და იდეოლოგიური გადამზადებისთვის ადამიანების. უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტი ერთ-ერთი ფონდის გათვლით შეადგენს დაახლოებით $100 მილიონ წელიწადში. რა უნივერსიტეტი ახლა ეს? ინფორმაციები, რომელიც შეგიძლიათ კიდე გავიმეორებ, დაგუგლოთ, ან ეს კითხოთ და ყველაფერს ამას ამოგიღებთ. 2020 წელს აღმასრულებელი ბრძანება 13/224-ში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი გამოიყენება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მიერ დაზორვითი საქმიანობისთვის, ისევე როგორც ახალი ხალხის რეკრუტირებისთვის. ეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი არის იდეაში ირანის არმია. იქ ასევე წერია, რომ ამ უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ირანში ჩაყავდა ტურისტები დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიდანაც ხდებოდა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება. აი აგერ შეგიძლიათ ამ სკრინზე თუ ამ ფოტოზე ნახოთ ეს ინფორმაცია. 2022 წელს კანადამ დაასანქცირა იგივე ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი და ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ამ უნივერსიტეტის გამოყენებით რეგულარულად ხდებოდა ადამიანების რეკრუტირება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მიერ. აგერ ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ნიუსი. 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც ერთ-ერთი დამატება ეხება ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს, ანუ ამ უნივერსიტეტს და ითხოვს ამ უნივერსიტეტის დასანქცირებას ან ტერორისტულ ორგანიზაციად კვალიფიცირებას, რადგან ის ემსახურება ირანის რეჟიმის იდეოლოგიურ და ტერორისტულ მიზნებს. და PayPal-მა გააუქმა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ანგარიში, რადგან ის იყო დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ. ამ სქიზზე შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ინფორმაცია. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი ქალაქ ყუმში გამოიყენებოდა ეთნიკურად ავღანელების რეკრუტირებისა და იდეოლოგიური დამუშავებისთვის, რომლებსაც შემდეგ აგზავნიდნენ სირიაში, რათა ებრძოლათ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარეს. ამ სკრინზე შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ინფორმაცია. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის სპეციალური დეპარტამენტი სახელწოდებით ისლამ ორიენტე ხელმძღვანელობდა ვინმე მოშენ რაბანი, რომლის სპეციალიზაციაც იყო ესპანურ და პორტუგალიურ ენოვანი ახალგაზრდების რეკრუტირება. ამ მოშერაბანის სახელს უკავშირდება 1992 წლის ტერაქტი ბუენოს-აირესში, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ისრაელის საელჩო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 29 და დაშავდა 292 ადამიანი. ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ნიუსი. იგივე მოშერაბანის სახელს უკავშირდება ისევ ბუენოს-აირესში 1994 წელს მოხდარი ტერაქტი, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ებრაული სათემო ცენტრი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 85 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. აგერ შესაბამისი სკრინებიც. 2025 წელს გამოავლინეს შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობას. გამოძიების კვალი მივიდა ვინმე სეიდ მოჩთაფა ჰოსეინი ნეჯადამდე, რომელიც იმ მომენტისთვის კურირებდა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალს კარაკასში, ვენესუელა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ფილიალი გამოიყენებოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მიერ ელჩის მკვლელობის დასაგეგმად. აგერ შესაბამისი სკრინიც. 2023 წელს ბრაზილიის ფედერალურ პოლიციამ ინტერპოლთან ერთად დააკავა ჰეზბოლას წევრები, რომლებიც გეგმავდნენ ბრაზილიაში სინაგოგებზე თავდასხმას. დაკავებულებს შორის იყო ვინმე ლუკას პასოს ლიმა, ბრაზილიელი, რომელიც დაკავშირებული იყო ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქსელთან. ეს არის შესაბამისი ნიუსის ფოტოც. 2024 წელს დააკავეს ვინმე მუჰამად ალი ბურჰანოვი, ეთნიკურად ტაჯიკი, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც გეგმავდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში ისრაელის რამდენიმე ელჩის მკვლელობას. ეს არის შესაბამისი ნიუსის სკრინი.
ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ერაყის ფილიალის ორი უფროსი თანამშრომელი ამავე დროს იკავებენ მაღალ თანამდებობებს ეგრეთ წოდებულ კატაიბ ჰეზბოლაში. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე ამერიკელ და მოკავშირეთა ჯარისკაცებზე ერაყსა და სირიაში. ზენი არიან იასინ ალ-ჯაზაერი, რომელიც არის კატაიბ ჰეზბოლას პოლიტიკური ბიუროს წევრი და მეორე არის მაიტამ ალ-აბუდი, არის კატაიბ ჰეზბოლას ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი. 2024 წელს გერმანიის ფედერალურმა შიდა დაზვერვის სააგენტომ ჩაატარა გამოძიება ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ბერლინის ფილიალში, მას შემდეგ რაც გამოავლინა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებული 700-მდე პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ შპიონაჟსა და ჰეზბოლას ხარდამჭერ აქტივობებში. ეს არის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი. რო ეძებოთ, ალბათ კიდე იპოვით რაღაცებს. ამ უნივერსიტეტს საქართველოში აქვს 3 ფილიალი, თავისი კამპუსებით. ერთი არის მარნეულში, ერთი არის გარდაბანში და ერთი არის თბილისში, აგერ ფონიჭალაში. ამ ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამოსაშვები საღამო. ხო ცხადია, რომ შეუძლებელია ასეთი უნივერსიტეტი ფუნქციონირება საქართველოში სუსის ხელდასმის გარეშე. და ეს მათ შორის იმ ფონზე, როდესაც ილია-უნის კლავენ და პრაქტიკულად გამზადებული არიან შეტევისთვის კერძო უნივერსიტეტები, რომელთა, განსხვავებული აზრები და შეხედულებებიც მაინც და მაინც არ მოწონს არსებულ რეჟიმს. საქართველოში ირანის რეჟიმის გავლენის ინფრასტრუქტურის ერთი ნაწილი იყო ეს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, მაგრამ მეორე საყრდენი არის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული ალ-ბაიათის სოფლიო ასამბლეა. მოკლედ ეძახიან აჰლი-ბეიტს. აჰლი-ბეიტი არის 1990 წელს შექმნილი, ისიც შექმნილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მიერ. ფორმულად აჰლი-ბეიტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააერთიანოს შიიტი მკვლევარები, ისევე როგორც გაავრცელოს ისლამის სწავლება და საგანმანათლებლო მასალები. აშშ-ს დაზროვა მიიჩნევს, რომ აჰლი-ბეიტის ქსელი წარმოადგენს ირანის გავლენის აპარატის ნაწილს, რომელიც ფუნქციონირებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მხარდამხარ, ანუ იგივე არმიის მხარდამხარ. 2019 წელს კანადის შემოსავლების სამსახურმა გააუქმა რეგისტრაცია აჰლი-ბეიტის კანადის ფილიალს, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის ავრცელებდა ირანის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიას. აგერ არის შესაბამისი სკრინი. არსებობს აჰლი-ბეიტის ჰეზბოლასთან კავშირის უტყუარი მტკიცებულება. ჰეზბოლას ყოფილი გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა იყო აჰლი-ბეიტის უზენაესი საბჭოს წევრი. ხოლო ჰასან ახტარი, რომელსაც ჰეზბოლას ოპერატიულ ტვინს და ოპერატიულ მამას ეძახდნენ, აჰლი-ბეიტის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. აჰლი-ბეიტის ხელმძღვანელი არის აიათოლა რეზა რამეზანი, რომელიც საქართველოში არის ბევრჯერ ნამყოფი. აი ამ ფოტოზე არის ეგრეთ წოდებული რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვინმე ვაშაყმაძესთან ერთად. აი ამ ფოტოზე რეზა რამეზანი სიტყვით გამოდის მარნეულში. ვინა ახლა ეს აიათოლა რეზა რამეზანი? სანამ ის გახდებოდა აჰლი-ბეიტის ხელმძღვანელი, აიათოლა რეზა რამეზანი იყო ჰამბურგის ისლამური ცენტრის დირექტორი 2009 წლიდან 2018 წლამდე. ისრაელში 7 ოქტომბრის ჰამასის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტის შემდეგ გერმანიის ფედერალურმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირანის სადაზვერო საქმიანობაზე გერმანიაში განხორციელებული შეტევის ფარგლებში აკრძალა ჰამბურგის ისლამური ცენტრი და ყველა მისი ფილიალი. სამის თქმით, ეს ცენტრი წარმოადგენდა ექსტრემისტულ ისლამურ ორგანიზაციას და გააჩნდა ანტიკონსტიტუციური მიზნები. სამის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სერიოზული რაღაცა ხანგრძლივი გამოძიება, ისევე როგორც ჩხრეკა რამდენიმე გერმანულ მიწაზე განთავსებულ 53 შენობაში, რომელთაც გამოვლინდა ექსტრემისტულ სექტთან ფართო კავშირები. აი არის ფოტო შესაბამისი ნიუსის. აი ამ ცენტრის დირექტორი იყო 10 წლის განმავლობაში აიათოლა რეზა რამეზანი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს აჰლი-ბეიტს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს როგორც ქოლგა ორგანიზაცია 4 მედრესასთვის, რომლებშიც გამოკრულია ირანის რეჟიმის სიმბოლიკა, ისევე როგორც სულიერი და პოლიტიკური ლიდერების ფოტოები და მიდის საქართველოს მოქალაქეების ირანის რეჟიმის დღის წესრიგით პოლიტიკური ინდოქტრინაცია. ეს ადამიანი საქართველოს სირიის სტუმარია, ხვდება ოცნების წარმომადგენლებს და სიტყვითაც გამოდის სხვადასხვა შეკრებებზე. ამ ორი საყრდენის, ანუ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქსელის, ისე როგორც აჰლი-ბეიტის მადრასების ქსელის გარდა, საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლებიც ასევე გამოიყენება ირანის რეჟიმის იდეოლოგიის გავრცელებისთვის, მაგრამ მაგაზე ახლა აღარ გავჩერდები. სხვა რაღაცებს განახებთ. მაგალითად, იცოდიო საქართველოში გამოსამშრობლად საღამო მოუწყეს ქასემ სოლეიმანის. აი ამ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ ეს ამბავი. ვინც არ იცით, ქასემ სოლეიმანი იყო აიათოლა ალი ხამენეის მარჯვენა ხელი, ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ახლო აღმოსავლეთში პროირანული ჯგუფების გაძლიერებაზე.
Hezbollah, Hamas-ი აი მათ უკან ეს კაცი იდგა. ის სანქცირებული იყო გაეროს და ევროკავშირის მიერ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეყვანილი იყო ტერორისტთა სიაში. საქართველოში მას გადაუხადეს გამოსამშვიდებელი საღამო. გავაგზავნებ. იცოდით, რომ საქართველოში ასევე მოუწყეს გამოსამშვიდებელი საღამო ჰასან ნასრალას, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე, აგერ არის შესაბამისი ფოტოები. ვინც არ იცით, ჰასან ნასრალა იყო ჰეზბოლას ლიდერი 1992 წლიდან 2024 წლამდე. ჰეზბოლას მიეწერება ამერიკის საელჩო საფეთქება ბეირუთში, ამერიკული და ფრანგული სამხედრო ბარაკების საფეთქება, ლიბანის პრემიერ-მინისტრის რაფი ჰარირის მკვლელობა, სხვადასხვა ტერორისტული აქტები, მათ შორის თვითმფრინავების გატაცებები, 30-მდე ქვეყანას ჰეზბოლა ოფიციალურად ყავს ცნობილი ტერორისტულ ორგანიზაციად. ამ ორგანიზაციით საქართველოში უწყობენ გამოსამშვიდებელ საღამოს. ეს ფოტო არის 2025 წელს გადაღებული მარნეულში, ახალგაზრდა ბიჭია მაისურით, რომელსაც ზურგზე ჰასან ნასრალას ცნობილი ფოტო აქვს გამოხატული. და ასეთ ფოტოებს ბევრს ნახავთ თუ გადახედავთ ჰადსონის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ კვლევას ამ თემაზე. ამ კვლევის მომზადებისთვის მის ერთ-ერთ ავტორს გიორგი კანდელაკს რეჟიმი დაჭერას უპირებს. ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს და ახლა მისი აქტიური გაშრობით არიან დაკავებული ყველა პროპაგანდისტული არხი. თუმცა ამ კვლევაშიც თუ ნახავთ, ყველა არის მხოლოდ არის ფაქტები მოყვანილი, მხოლოდ ის ფაქტები, რომელიც საჯარო წყაროებში იძებნება. კიდევ შეიძლება რაღაცების ჩვენება საქართველოში მოქმედ ირანულ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე, ბიზნესებზე, ფულის შემოტანის გზებზე, სანქციების გვერდისავლაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ვიდეოსის ესეც საკმარისია. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი სადღაც სხვაგან ხდება, საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის სხვანაირია, აჰლი ბეითი და სხვა ორგანიზაციების შეუძლებელია დაკავებული იყვნენ აქ იგივე ტიპის საქმიანობით და ასე შემდეგ. ამიტომ რამდენიმე ამბავი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. 2025 წლის იანვარში აზერბაიჯანში დააკავეს ორი პირი, მათ შორის ერთი აგილ ასლანოვი, საქართველოს მოქალაქე, რომლებიც გეგმავდნენ ერთ-ერთ რელიგიურ ლიდერზე თავდასხმას. აზერბაიჯანის ინფორმაციით ამ პირებმა $200,000 აიღეს წინასწარ მესამე ქვეყნის სპეცსამსახურებისგან ამ დავალების შესრულებისთვის. მესამე ქვეყნის ხადე ყველამ ირანი ამოიკითხა. ანუ საქართველოს მოქალაქე ირანის სპეცსამსახურების დავალებით აზერბაიჯანში აპირებდა რელიგიური ლიდერის მკვლელობას. მეორე ამბავი 2026 წლის მარტში ანუ ეხლა კუნძულ კრეტაზე საბერძნეთის კონდაზორომ დააკავა საქართველოს მოქალაქე ვინმე სამირ გვარი არ ვიცით, რომელსაც ბრალად ედება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სასარგებლო ჯაშუშობა. ის ფოტოებს უღებდა სოუდას ყურეში აშშ სამხედრო გემების გადაადგილებას, 5000-მდე ფოტო უპოვეს, 7 წელი მიუსაჯეს და ბოდ ინფორმაციის სამირ სწავლობდა მარნეულის მედრესაში, ხოლო შემდეგ გააგრძელა სწავლა ქალაქ ყუმში, ირანში. საინტერესო როცა დააკავეს ეს სამირ შპიონობისთვის, შპიონაჟისთვის, ზუსტად მაგ დროს სოუდას ყურეში იდგა ამერიკული ავიამზიდი USS Gerald Ford-ი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავიამზიდი, მის მიერ გადაღებულ ფოტოებში მათ შორის აღმოჩნდა ამ ავიამზიდის ფოტოებიც. ეგეთი ამბები ხდება საქართველოში. სავალოდ არ იცოდით, ან ვერ წარმოგედგინათ, ან მასშტაბი ვერ წარმოგედგინათ. ამაში ხედავს პრობლემას ამერიკა. ამაზე ლაპარაკობენ ჯო ვილსონი იქნება თუ მარკო რუბიო. ამას გულისხმობენ, როდესაც ირანის რეჟიმის გავლენის ქსელზე არის საუბარი საქართველოში. ამ ქსელის არსებობა, რის გამოც საკუთარ თავს უფლებას აძლევს ირანის ელჩი, რომ ქვეყანას დაგვემუქროს შიდა არეულობით, რის გამოც ყველა კოლექტიური პაპუაშვილი, რომლებიც გერმანიას და დანიას ებრატავებიან, ირანის ელჩის გამოხტოებზე კრინც ვერ ძრავენ, ვერც ერთხელ. ეგაა მაგათი დაგებით სუვერენიტეტი. და ბარემესეს და დავასრულებ წლის ბოლოს გახმაურდა უკვე რომ ევროკავშირთან უვიზოს ამბავზე იქნება მსჯელობა ბრიუსელში ან სტრასბურგში ან სადღაც რამდენიმე წელია ვამბობ რომ უვიზოს დაკარგვის ძალიან მაღალი შანსია და მის თავარი მიზეზი იქნება არა რაღაც კრიტერიუმების არ დაკმაყოფილება, თუმცა ცხადია ეგეც იქნება მიზეზი, არამედ ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხი. საქართველოში რუსული და ახლა უკვე ირანული გავლენები. ამ კითხვა არის მარტივი. უნდათ ევროკავშირში რომ ვიღაცა თავისუფლად შევიდეს ქართული პასპორტით და მერე ვიღაცას კრემლის დავალებით პოლონიუმი ჩაუღაროს ჩაიში, ან არ ვიცი ირანის რეჟიმის დავალებით სადღაც ხალხურ ადგილას თავი აიფეთქოს. ცხადია არ უნდათ, იმიტომ რომ ისედაც თავზე საყლად აქვთ ახლა კონტროლო იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ხო და მოკლედ იცოდეთ მაინც სად ვართ, უბრალოდ სადამდე მიგვიყვანა კობახიძეების იმან puppet master-მა და გააგებინებთ ხოიცაც. მათ შორის გააგებინეთ თუნდაც ამ ვიდეოს გაზიარებით.